გამარჯობა, ჩემო მეგობრებო, მე ნათია ვარ. ეს კი ჩემი YouTube-ის არხია, სადაც მე თქვენ გასწავლით ინგლისურს და დღეს ამ ვიდეოში მე მინდა რომ ჩვენ ერთად ვისწავლოთ ის თუ როგორ გამოვიყენოთ ინგლისურ ენაზე საუბრისას სიტყვა would. დამაშასე let's get started. დავიწყოთ. და სიტყვა would-ის ყველაზე ხშირი გამოყენება გვხდება ასეთ კონსტრუქციაში. I would like and would you like. I would like ნიშნავს მე მსურს. იგივე მე მინდა, ოღონდ უფრო ზრდილობიანი ფორმა. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ I want მე მინდა, ან I wanna იგივე მე მინდა, თუმცა თუ ჩვენ გვინდა რომ ვშხერდეთ როგორც ზრდილობიანი ადამიანები და თუ ჩვენ ვართ მაგალითად ან კაფეში ან რესტორანში და გვინდა რაიმე, ჩვენ უნდა ვთქვათ მე მსურს. ანუ I would like და არა I want, okay? მაგალითად, როდესაც ვამბობ რომ I would like a cup of coffee. მე მსურს ერთი ფინჯანი ყავა. ან როდესაც ვამბობ I would like a glass of water. მე მსურს ერთი ჭიქა წყალი. ანუ I would like ნიშნავს მე მსურს. აქვე უნდა დავუკვირდეთ იმას, რომ სიტყვები would like არ იცვლება არც ერთ პირსა და რიცხვში. ანუ ყველგან რჩება ერთი და იგივე. would სიტყვას არ ემატება არსად არაფერი. მაშინაც კი, როცა ჩვენ მესამე პირში ვამბობთ, რომ მაგალითად ჩემს მეუღლეს სურს ყავა, ჩვენ უნდა ვთქვათ my husband would like a cup of coffee. და არა my husband would and likes a cup of coffee. No, არც would-ს არ ემატება არაფერი, არც likes, okay? ანუ ჩემს მეუღლეს სურს ყავა, იქნება my husband would like a cup of coffee. ანუ would like რჩება ყველგან ერთი და იგივე. ჩვენ რა თქმა უნდა would like შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ კითხვის დასმისას. მაგალითად, როდესაც ვინმეს ვეკითხებით რომ გსურს ყავა, ან გინდა რამე, გსურს რამე და ასე შემდეგ. მაგალითად, would you like a cup of coffee? Would you like a cup of coffee? და დააკვირდით რომ ამ შემთხვევაში მე უკვე სიტყვები would you like როდესაც ვთქვი სწრაფად გამოვთქვი როგორც would you like. ანუ d ბგერა და you გადაება ერთმანეთს და გამოვიდა would you like. Would you like. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ თქვათ would you like და ეს არის ჩვეულებრივი სწორი ფორმა, თუმცა თანამედროვე ინგლისურში, როდესაც ამ ორ სიტყვას ამბობენ სწრაფად, ისინი ამბობენ would you like. ანუ, როდესაც ჩვენ გვინდა რომ ინგლისურად ვთქვათ მე მსურს, უნდა ვთქვათ I would like და როდესაც ვამბობთ რომ გსურს, უკვე უნდა ვთქვათ would you like. და მაინც ვერ გავესწორე ეს კამერა, რა სჭირს? რატომ იხრება? ესე იგი, ყველაფერი დღეს ყველაფერი დღეს მომდა. და ჩემ მეგობრებო, თუ იცოდა უცებ მოგეს მაგ აპექის ხმა არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ეს არის უკვე ვიდეოს გადაღების მეოთხე მცდელობა, წინა სამ მცდელობაზე, რამდენი თავის ვიდეოს გადაღება, იმდენი ვიღაცა მასაფეთქებელი აფეთქა გარეთ, რაღაცა აფეთქეს, არ ვიცი. რაღაცა აფეთქებენ დღეს მასმედერაცია ვიდეოს გადაღება დავიწყე და არ ვიცი ახალი წელი მოდის და მე მალავე თუ რა ხდება, არ ვიცი. Anyway, მოკლედ ვიდეოს გადაღებას რომ დავიწყე. მაშინ მომდება ბავშვებს ასაფეთქებლების აფეთქება, მაშინ მომდება მეზობლის რემონტის გაკეთება, ბუზსაც კი, მაშინ მომდება მე რესაფოზე შემოფრენა და ბზუილი, ახლა სადღაც დაფინოს ამ ბუზე და იმედი ასე არ გაიწეს კამერის წინ. მოკლედ, გავაგზავნეთ. და მეორე სიტყვას would ჩვენ ასევე ვიყენებთ reported speech-ის წინადადებებში. Reported speech-ის წინადადებებია ისეთი წინადადებები, როდესაც ჩვენ ვიმეორებთ ვინმეს ნათქვამს. და აი ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენ ვინმეს ნათქვამს ვიმეორებთ მომავალ დროსთან დაკავშირებით, ანუ როდესაც ვინმე რამე თქვა მომავალ დროში და შემდეგ ჩვენ ამას ვიმეორებთ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სიტყვა would. აი ახლა მოდით ვნახოთ მაგალითები და უკეთ მიხვდებით. მაგალითად, როდესაც მაგალითად ჩემი და ამბობს რომ I will come tomorrow to your party. რომ მე ხვალ მოვალ შენ სწავლებაზე. I will come to your party tomorrow. და ეს არის მომავალი დრო. და შესაბამისად ჩემმა დამ გამოიყენა სიტყვა will, ხომ? და მან თქვა I will come. ეხლა მაგალითად მე როდესაც ამ წინადადებას ვამბობ ასე, რომ ჩემმა დამ თქვა რომ ხვალ ის მოვა ჩემს სწავლებაზე. ნახეთ, ეს მე ინგლისურად უკვე უნდა ვთქვა ასე. My sister said she would come to my party. ანუ ნახეთ, ამ შემთხვევაში მე უკვე სიტყვა will ის ნაცვლად გამოვიყენე სიტყვა would.
ანუ როდესაც ვამბობ რომ მან თქვა რომ ის ხვალ მოვა ჩემს წვეულებაზე ან მან თქვა რომ მოვალ ხვალ წვეულებაზეო ან მან თქვა რომ ის მოვიდოდა ხვალ ჩემს წვეულებაზე აი ეს წინადადება ინგლისურად არის ასე My sister said she would come to my party ანუ ნახეთ სიტყვა will-ის ნაცვლად ჩვენ უკვე აქ გამოვიყენეთ სიტყვა would. ან მაგალითად, როდესაც ჩემი მეგობარი ამბობს, რომ I will do it. მე გავაკეთებ. I will do it. და ეხლა როდესაც მე ვამბობ, რომ ჩემო მეგობარმა თქვა, რომ ის გააკეთებს ამას. ნახეთ? ანუ ჩემო მეგობარმა თქვა, მე გავაკეთებო ამას. ანუ როდესაც მე მის ნათქვამს ვიმეორებ მომავალ დროზე, რომ როდესაც მან რაღაც თქვა მომავალ დროში და მე ამას ვიმეორებ, ხო? აქაც will is ნაცვლად მე უნდა გამოვიყენო would და ვთქვა My friend said she would do it. ანუ ნახეთ, will is ნაცვლად მე გამოვიყენე would. My friend said she would do it. Will არ ვთქვი. ანუ will is მაგივრად უკვე მე გამოვიყენე would და გამოვიდა My friend said she would do it. რაც ითარგმნება როგორც რომ ჩემო მეგობარმა თქვა რომ ის გააკეთებს ამას. ან ჩემო მეგობარმა თქვა რომ მე გავაკეთებო ამას. აი ზუსტად, აი ასეთი ტიპის წინადადებებში ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სიტყვა would უკვე will is ნაცვლად, როდესაც ჩვენ ვამბობთ თუ ვინ რა თქვა, რომ მომავალში გავაკეთებო. და იქამდე სანამ would-ის შემდეგ გამოყენებაზე გადავიდოდე, მანამდე შეგახსენებთ ჩემო მეგობრებო, რომ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ინგლისური ენის ორთვიანი ვიდეო კურსი დამწყებთათვის აპირველი და ამეორე დონის ვიდეო კურსი, რომლის ღირებულება არის 120 ლარი და რომლის შეძენის შემთხვევაშიც მე თქვენ გიგზავნით ვიდეო მასალას თავისი ამოსაბჭდი მასალით და საერთაშორისო რომლითაც თქვენ მეცადინეობთ და მასწავლებლის გარეშე სწავლობთ როგორც გრამატიკას, ასევე ლექსიკას. ეს ვიდეოები რა თქმა უნდა გასხვდება YouTube-ის ვიდეოებისგან, ასე რომ თუ თქვენ გაინტერესებთ ამ კურსის შესახებ, შეგიძლიათ ვიდეოს ქვეშ გადაყოლებული ლინკია იქ გადახვიდეთ და ნახოთ საჩვევი, სასწავლო გაკვეთილები და კიდევ სხვა ინფორმაცია. ხოლო თუ გაგიჩნდებათ რაიმე კითხვა, შეგიძლიათ რომ მომწეროთ ან email-ზე, ან ასევე ჩემს Facebook-ზე. ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენი ვიდეოს დღევანდელ თემას. Would ჩვენ ასევე უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წარსული დროის ისეთ მოქმედებაზე, რომელიც წარსულში ხდებოდა ხშირად, რომელიც წარსულში იყო ჩვენი ჩვევა და რომელიც ახლა აღარ ხდება, რომელსაც ჩვენ ახლა აღარ ვაკეთებთ. აი მაგალითად, როდესაც ვამბობ, რომ როდესაც ბავშვი ვიყავი, მე ხშირად ვუყურებდი ხოლმე ფილმებს ჩემს მშობლებთან ერთად. მე ამას ინგლისურად ვიტყვი ასე. When I was a child, I would often watch movies with my parents. When I was a child, I would often watch movies with my parents. ანუ ნახეთ, როდესაც ბავშვი ვიყავი, ხშირად ვუყურებდი ხოლმე ფილმებს ჩემს მშობლებთან ერთად. ეს არის წარსული დროის მოქმედება, მე ამას ხშირად ვაკეთებდი ხოლმე და მე ამას ეხლა აღარ ვაკეთებ და ამიტომაც მე გამოვიყენე სიტყვა would, როდესაც ეს წინადადება ვთქვი. ანუ would უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც წარსულში ჩვენ რაღაცას ვაკეთებდით ხოლმე, მაგრამ ეხლა აღარ ვაკეთებთ. ძალიან ხშირად would ამ შემთხვევაში ზუსტად იგივე სიტყვა, რაც ხოლმე ოღონდ წარსულ დროზე საუბრის. ნახეთ, ასე ვთქვი მე, რომ ვუყურებდი ხოლმე ხშირად ფილმებს. ანუ აი would არის იგივე ხოლმე, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ რაღაცას ვაკეთებდით ხოლმე წარსულ დროში, ოკეი? და ეს ფორმა განსაკუთრებით გამოიყენება ყველაზე ხშირად მაშინ, როდესაც ჩვენ რაიმეზე ვსაუბრობთ, რაიმეს ვიხსენებთ, ან რაიმეს ვყვებით. და აქვე ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ would-ის შემდეგ აქ ზმნა დგას ჩვეულებრივ ფორმაში, არავითარ შემთხვევაში წარსულ დროში. ანუ მე ვთქვი I would watch movies და არა I would watched movies, okay? არა, would-ის შემდეგ ზმნა დგას ჩვეულებრივ საწყის ფორმაში. და აქვე ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ამ შემთხვევაში, ანუ ასეთი ტიპის წინადადებებში ჩვენ would არ უნდა გამოვიყენოთ ისეთ სიტყვებთან, როგორიც არის მაგალითად love, სიყვარული, hate, and like, ასეთი სტილის სიტყვებთან, ასეთი ტიპის სიტყვებთან, უბრალოდ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სიტყვები used to.
რომელიც ასევე გამოიყენება მაშინ, როდესაც ჩვენ საუბრობთ წარსულ დროზე. მე უკვე გადაღებული მაქვს ერთი ვიდეო იმაზე თუ რა არის used to და როგორ უნდა გამოვიყენოთ used to და თუ თქვენ გაინტერესებთ უფრო მეტი იმაზე თუ როგორ უნდა გამოიყენოთ used to ინგლისურ ენაზე საუბრისას, ლინკს მე დავდებ ამ ვიდეოს ქვეშ, შესაბამისად შეგიძლიათ რომ იმ ვიდეოზე გადახვიდეთ და იმ ვიდეოსაც უყუროთ. ანუ მაგალითად, როდესაც ვამბობ, რომ მე ბავშვობაში მიყვარდა შოკოლადი, მაგრამ ეხლა აღარ მიყვარს, მე უნდა ვთქვა ასე, I used to love chocolate when I was a child. და არა I would love chocolate when I was a child, okay? ანუ სიტყვებთან love, hate და like უნდა დავიმახსოვროთ, რომ would არ გამოიყენება და would-ის ნაცვლად უნდა გამოვიყენოთ used to. და would-ის შემდეგი ცოტა არ იყოს დაუცნაური გამოყენების შემთხვევა არის შემდეგი, რომ would უნდა გამოვიყენოთ ჩვენ ასევე წარსულ დროზე საუბრისას, მაშინ როდესაც ვამბობთ, რომ ვიღაცამ რაღაცა არ გააკეთა ჩვენთვის, იმიტომ რომ ამ ვიღაცას არ უნდოდა ამ რაღაცის გაკეთება. და როგორც უკვე მიხვდებოდით, ძალიან ხშირად would-ს ვიყენებთ ამ შემთხვევაში უარყოფით ფორმაში, ანუ ვამბობთ would not. აი მაგალითად, როდესაც ვამბობ, რომ My parents would not give me any money, so I could not go out. My parents would not give me any money, so I could not go out. ჩემმა მშობლებმა არ მომცეს ფული, ასე რომ ვერ შევძელი გარეთ გასვლა. ანუ ნახეთ, ეს ქართულად ვთქვი, ასე რომ ჩემმა მშობლებმა არ მომცეს ფული. და როდესაც ვთქვი my parents would not give me any money, ეს ნიშნავს, რომ ჩემმა მშობლებმა არ მომცეს ფული, იმიტომ რომ არ უნდოდათ, ანუ ჩემ მშობლებს არ უნდოდათ ჩემთვის ფულის მოცემა და არ მომცეს შესაბამისად ფული. ანუ მიხვდით, როდესაც წარსულში ჩვენ გვინდოდა რომ ვინმეს რამე გაეკეთებინა ჩვენთვის, მაგრამ არ გაგვიკეთეს, იმიტომ რომ არ უნდოდათ ამ რაღაცის გაკეთება, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ would not. ან მაგალითად, როდესაც ვამბობ, რომ he would not call me even though I was looking forward to his call. ან ნახეთ, he would not call me even though I was looking forward to his call. ანუ მან არ დამირეკა იმის მიუხედავად რომ მე სულ მოუთქმელად ველოდებოდი მის ზარს. ანუ მან არ დამირეკა იმიტომ რომ არ უნდოდა, ანუ მე მინდოდა რომ უბრალოდ მას დაერეკა ჩემთვის, თუმცა მას არ უნდოდა რომ ჩემთან დაერეკა და შესაბამისად არ დარეკა. და სწორედ აი ასეთ შემთხვევაში, როცა ვამბობ, რომ მე კი მინდოდა რომ დაერეკა, იმიტომ რომ მე სულ მეუთქმელად ველოდებოდი, მაგრამ მან არ დამირეკა, უნდა გამოვიყენოს სიტყვები would not და ანუ თქვა he would not call me even though I was looking forward to his call. და would ასევე უნდა გამოვიყენოთ ისეთ სიტუაციებში, როდესაც ჩვენ რაიმეს წარმოვიდგენთ, ან როდესაც ჩვენ რაიმეს ვარაუდობთ. აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ კარგი იქნებოდა, შესანიშნავი იქნებოდა, ნახეთ, it would be good, კარგი იქნებოდა, it would be great, შესანიშნავი იქნებოდა. ანუ როდესაც კი არ ვიცით რომ შესანიშნავი იქნება, უბრალოდ ვარაუდობთ, წარმოვიდგენთ გვჯერა და ჩვენი აზრი ასეთი რომ ეს ასეთი იქნება. It would be great, ანუ კარგი იქნებოდა. აი მაგალითად, როდესაც მე რაღაცას ვარაუდობ, რომ ეს ასე იქნება. აი სიტყვაზე თუ კი რესტორანში გვინდა წასვლა, მაგრამ მე ვამბობ, რომ მე მგონი იცი რა, ეს რესტორანი ცოტა ძვირი იქნება. ანუ მე დარწმუნებული კი არ ვარ, რომ ძვირი იქნება, უბრალოდ ჩემს ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ძვირი შეიძლება იყოს. აი ეს იქნება ასე. This restaurant would be too expensive. ანუ ეს რესტორანი ძალიან ძვირი იქნება. This restaurant would be too expensive. ანუ ეს რესტორანი ძალიან ძვირი იქნება. ანუ დარწმუნებული არ ვარ, რომ ძვირი იქნება, მაგრამ მე ესე მგონია, მე ესე წარმომიდგენია, რომ ეს რესტორანი იქნება ძვირი. და აი ასეთ შემთხვევებშიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სიტყვა would, ასევე გამოიყენება მეორე ტიპის პირობით წინადადებებში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ახლანდელ დროზე. ანუ როდესაც ჩვენ ახლა რაიმეს წარმოვიდგენთ, ეს რომ ასე იყოს, ეს თუ ასე იქნება ახლა. და ამ შემთხვევაში ეს სიტუაცია ძალიან გავს წინა სიტუაციას, როდესაც თქვი რომ would გამოიყენებოდა ჩვენი წარმოდგენისას, როდესაც რაიმეს ვასკვნიდით.
იმას გავს, თუმცა განსხვავებულია. აი ხა ნახეთ. რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ აი ეხლა მე რომ ფული მქონდეს, ვიმოგზაურებდი მსოფლიოს გარშემო, მე ამას ვიტყვი ასე. If I had money now, I would travel around the world. If I had money now, I would travel around the world. რომ მე რომ ეხლა ფული მქონდეს, ვიმოგზაურებდი მსოფლიოს გარშემო. შესაბამისად, რეალობა ის არის, რომ მე ეხლა ფული არ მაქვს და მსოფლიოს გარშემო ვერ მოგზაურობ და მე ასე ვთქვათ, ვოცნებობ, წარმოვიდგენ, ვამბობ, რომ ეხლა რომ ფული მქონდეს, ვიმოგზაურებდი მსოფლიოს გარშემო და ვამბობ, if I had money, I would travel around the world. ანუ პირობის წინადადებაში მე მაქვს ორი წინადადება. ერთი არის if-იანი წინადადება და მეორე წინადადება, რომელიც უკვე გვეუბნება, რას გავაკეთებდი იმ შემთხვევაში, თუ პირველი if-იანი წინადადების პირობა შესრულდებოდა. თუ თქვენ არ იცით, რა არის პირობითი წინადადება, მაშინ გირჩევთ, რომ ამ ვიდეოს ქვეშ დადებულ ლინკებზე გადახვიდეთ და ნახოთ პირობითი წინადადებების წარმოება და აწყობა, იმიტომ რომ პირობითი წინადადებების თემა ინგლისურში არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ. თუ გინდათ რომ საუბრობთ ინგლისურ ენაზე კარგად, მე ამ თემაზე 4 ვიდეო მაქვს გადაღებული, ასე რომ შეგიძლიათ მოიმარაგოთ პოპკორნი, რომელი და კალამი და ჩაუჭდეთ და იმეცადოთ. ვინც კონდიშნალები, ანუ პირობითი წინადადებები უკვე იცით, მიხვდებოდით, რომ would ასევე გამოიყენება მესამე პირობის წინადადებაში, ანუ ისეთი ტიპის პირობის წინადადებაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წარსულზე, რომ რაღაც მოხდა ისე, როგორც არ გვინდოდა, ან პირიქით. მაგალითად, როდესაც ვამბობ, რომ მე რომ ინგლისური კარგად მცოდნოდა, მე ვიპოვიდი კარგ სამსახურს და მე ვსაუბრობ წარსულ დროში, რომ ადრე მე რომ ინგლისური კარგად მცოდნოდა, მე ვიპოვიდი კარგ სამსახურს. და ეს უკვე იქნება ასე, if I had known English well, I would have found a good job. და აქაც მე გამოვიყენე would, იმიტომ რომ წესია ასეთი. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ ეხლა აიბენთ და აიბენთ და ვერ გაიგეთ ამ წინადადებას ვერაფერი, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია და იმიტომ რომ არის პირობითი წინადადება, მაშინ გადადეთ ვიდეოს ქვეშ დადებული ლინკზე და აუცილებლად უყურეთ იმ ვიდეოებს, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ რთული თემა, რომელიც ცოტა დიდ შრომას და დიდ ყურადღებას მოითხოვს. და would ასევე გამოიყენება მაშინ, როდესაც ჩვენ გვინდა რომ ვინმემ რაიმე გააკეთოს ჩვენთვის, ან არ გააკეთოს და ჩვენ ამას ვეუბნებით ზრდილობიანად. და ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება სიტყვები I wish, ანუ ნეტავი, ან if only, ანუ იგივე ნეტავი. მაგალითად, როდესაც ვამბობ, რომ ნეტავი არ იყო ასეთი ხმაურიანი. I wish you would not be so noisy. I wish, and if only, ანუ ნეტავი, you would not be so noisy. ანუ ნახეთ, მე ვთქვი, you would not, უარყოფითში, be. ან რომ ნეტავი შენ არ იყო ასეთი ხმაურიანი. და ამ შემთხვევაში მე მეორე ადამიანს ვთხოვ ზრდილობიანად ვეუბნები, რომ ნეტავი არ იყო ასეთი ხმაურიანი. Okay? ან მაგალითად, როდესაც ვინმეს ვეუბნები, რომ I wish you would do your homework. ნეტავი შენი დავალება გააკეთო. ან if only you would do your homework. ნეტა შენ დავალებას გააკეთებდე. ანუ თან ვთხოვ, თან ვეუბნები, რომ დავალება გააკეთეთ, ანუ ნატრობ და თან ვამბობ, რომ ეხლა რომ დავალება გააკეთო, კარგი იქნებოდა ნეტავი ეხლა დავალებას გააკეთებდე. ანუ ზრდილობიანად ვეუბნები, I wish you would do your homework. ან მაგალითად I wish you would close the door. ნეტავი კარებს დაკეტავდე, ანუ თან ვეუბნები, რომ ნეტავი დაკეტავდე და თან ვთხოვ, რომ დაკეტე კარები სრდილობიანად, okay? აი ზუსტად ეს არის would-ის გამოყენება სიტყვებთან I wish და if only. და სიტყვა would ასევე გამოიყენება სიტყვასთან rather და I would rather უკვე ნიშნავს მირჩევნია, ვამჯობინებ. აი მაგალითად, როდესაც ვამბობ, რომ I would rather stay at home. I'm too tired to go out. ანუ მირჩევნია სახლში დავრჩე, ძალიან დაღლილი ვარ გარეთ გასასვლელად. ანუ ნახეთ, I would rather stay at home ნიშნავს, რომ მირჩევნია სახლში დავრჩე. სახლში დარჩენას ვამჯობინებ. ანუ I would rather ნიშნავს მირჩევნია და მას შემდეგ მოყვება ზნა ყოველგვარი to-სა და ing-ის გარეშე. ანუ მე ვთქვი I would rather stay.
at home, okay? და would rather ჩვენ ასევე შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ კითხვით წინადადებაში, როდესაც მაგალითად ვეუბნებით რა გირჩევნია, ანუ რა გინდა ყავა თუ ჩაი, მაგალითად would you rather have coffee or tea? ანუ ყავა გირჩევნია რომ მიირთვა თუ ჩაი? ანუ would you rather არის გირჩევნია. Would you rather have coffee or tea? ანუ რომელი გირჩევნია, ყავა თუ ჩაი? და ბოლოს would ასევე გამოიყენება მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ რაღაცას ვარაუდობთ, ან რომ ჩვენ რაღაცა წარმოგვიდგენია, ანუ როდესაც ჩვენ ვამბობთ ჩვენ აზრს, მაგრამ არა ვართ დარწმუნებულები საკუთარ თავში და ამიტომაც ფრთხილად ვაფიქსირებთ ჩვენ აზრს და გვინდა რომ ზრდილობიანები ვიყოთ. აი მაგალითად, როდესაც ვამბობ, რომ I would imagine, რაც ნიშნავს რომ წარმომიდგენია. And I would think, რაც ნიშნავს რომ ასე ვფიქრობ. და ეხლა ალბათ გესმით რომ ჩემს სახში ვიღაცას საათმა დაურეკა. იმედია მალე გათიშავენ. Okay. ანუ I would imagine არის წარმომიდგენია, I would think, ანუ ეგრე ვფიქრობ ალბათ, ან იგივე I would guess, სავარაუდოდ, ანუ მე როგორც ხვდები. აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ I would guess he just wanted to help. I would guess he just wanted to help. ანუ მე მგონი მას მხოლოდ დახმარება უნდოდა. ან როდესაც ვამბობ, რომ I would think we need to talk to Natia. მე მგონი უნდა დაველაპარაკოთ ნათიას. ანუ ნახეთ, აქაც თქვი I would think. ანუ მე მგონი, ანუ ჩემი აზრით კარგი იდეა იქნება თუ ნათიას დაველაპარაკებოდით და ამას ვამბობ სრდილობიანად, ანუ უბრალოდ მოკრძალებულად გამოვხატავ ჩემ აზრს. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, სულ ეს არის დღეისათვის ის რაც მინდა და რომ მეთქვით მოსწავლეებიდან, იმედი მაქვს რომ გრძელი ვიდეო არ გამოვა, მას შემდეგ რაც დავამონტაჟებ და იმედი მაქვს რომ არ დაიკლებით. ძალიან დიდი მადლობა ყურებისთვის, ვინც ფოლოვ და უყურებთ. ხომ რომ აუცილებლად დალაიქოთ ჩემ ვიდეო, ასე რომ ხომ რომ გავიწეროთ ეს სახი, ჩვენ გიშოხდებით სხვა ვიდეოებში და ხოლმე საყოველთაოდ. Bye bye.